მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელსაც მე სალომე ასათიანი ვუძღვები. ეს გადაცემა გახლავთ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი და ჩვენ პრაღიდან თბილისში ვესაუბრებით სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმარია ნათია გვიანიშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი. ბოლო წლების აქტივიზმის, საჯარო განცხადებების თუ საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში მწვავე პრობლემად რჩება არაჰეტეროსექსუალი თანამოქალაქეების ათვალწუნება, სიძულვილი თუ შიში. 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქალაქის ცენტრალურ საჯარო სივრცეებში კონსერვატიზმის სახელით მოქმედი დიდწილად ჰომოფობიური ძალები ჩანან. სექსუალური უმცირესობები კვლავ უხილავ და განდევნილ ადამიანებად რჩებიან. მარცხდება თუ არა LGBT აქტივიზმი საზოგადოებაში შემწყნარებლობის გაზრდის თუ ჰომოფობიის დასუსტების საქმეში. ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს ნათია გვიანიშვილს. მოგესალმებით ნათია. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდით პირდაპირ დავიწყოთ ამ დიდი თემით, დღევანდელი გადასახედიდან, იმ პერსპექტივაში, რაც მოძრაობამ გამოიარა, განსაკუთრებით 2013 წლის ძალადობრივი მოვლენების გახსენების ჭრილში, მარცხდება თუ არა დღეს არაჰეტეროსექსუალი LGBT ადამიანების სახელით მოქმედი აქტივიზმი ჩვენს საზოგადოებაში იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც დღეს გვაქვს. ძალიან მწვავედ დასმული შეკითხვა არის, გარკვეულწილად ალბათ მარცხდება და მარცხდებით იმის გათვალისწინებით, რომ რესურსებიც ასევე არ გვაქვს იმდენი, რამდენიც ჩვენს მოწინააღმდეგეებს პირობითად, ხომ? მარცხდებით ძირითადად იმ ბრძოლაში, რომელიც საჯარო სივრცის გარშემო იმართება. იმიტომ რომ 17 მაისი ჩვენთვისაც იქცა დღე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დავიკავოთ ჩვენი ადგილი საჯარო სივრცეში, რუსთაველის პროსპექტზე კონკრეტულად უფრო და საიდან ჩვენ გვდევნიან. 2013 წლის შემდეგ ალბათ იმისი ილუზია ვიტყოდი დღეს გქონდა, რომ ცოტა შეიცვლებოდა რაღაცები და საზოგადოებაც უფრო გააქტიურდებოდა და სახელმწიფოც უფრო აქტიურად დაინახავდა პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ, ანუ რომ უმცირესობათა ჯგუფები ზოგადად იდევნებიან საჯარო სივრციდან საქართველოში, თუმცა აღმოჩნდა პირიქით და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად იკავებს ასევე აგრესორის როლსაც. სახელმწიფოს როლზე აუცილებლად ვისაუბრებთ, განსაკუთრებით წლევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით და თქვენს ორგანიზაციას შეეხო ეს უშუალოდ, მაგრამ მანამდე მაინც მინდა გკითხოთ, გავიდა ბევრი წელი და საზოგადოების ბევრი ჯგუფის მხრიდან მაინც გაიგონებთ, ეს კვლევებითაც დასტურდება მოსაზრებას, რომ უფლებებისთვის ბრძოლა, სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის, ინტერესებისთვის ბრძოლა ნიშნავს ჰომოსექსუალობის პროპაგანდას. ეს არის ცხადია მცდარი მოსაზრება, იმიტომ სექსუალობის პროპაგანდა როგორც ასეთი ალბათ არ არსებობს და რომ არსებობდეს მაშინ ჰეტეროსექსუალობის პროპაგანდაში ცხოვრობთ ყველანი, ყველა მედია საშუალებით თუ ყველა პოპულარული ფილმი იქნება ეს თუ სხვა, მაგრამ ეს მოსაზრება, ეს კლიშე არსებობს. აქედან გამომდინარე, საკუთრივ მესიჯი ან სტრატეგია, მიდგომები ხომ არ არის შესაძლებელი, რომ უფრო უკეთ იყოს გააზრებული ფართოფენების მიერ რას ნიშნავს რისთვის იბრძვის მოძრაობა. ამაზე ჩვენც როგორც მოძრაობის წევრები და მოძრაობის ბევრი სხვა წევრიც ფიქრობს და განსაკუთრებით მწვავედ დადგა ეს საკითხი ჩვენთვის ამ ბოლო პერიოდში. იმიტომ რომ გარკვეული განსხვავება იმას შორის თუ როგორ საუბრობთ ჩვენ, რაზე ვახდენთ აპელირებას და რაზე ახდენენ აპელირებას ჩვენი ოპონენტები, ასევე პირობითად რო ვთქვათ, იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფები არის, რომლებსაც სხვადასხვა ინტერესები ამოძრავებთ. ანუ ეს სიტყვაზე შეტყობინებები არის სხვადასხვა და ზოგი აპელირებს ემოციებზე და საუბრობს მორალის პერსპექტივიდან, ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან ვისაუბროთ, თუმცა მაგალითად ადამიანის უფლებათა უნივერსალურობა რამდენად ესმის ქართულ საზოგადოებას და რამდენად მიღებულია და რამდენად არსებობს კონსენსუსი, რომ ადამიანის უფლებები არის უნივერსალური რამ, ხო, რაც უნდა დავიცვათ ყველამ ერთად. ანუ ამაზე როგორც ჩანს, ეს არ გვაქვს არც ჩვენ კარგად გააზრებული და არც საზოგადოებას არ აქვს გააზრებული. ამიტომ გარკვეულწილად რიტორიკა ალბათ იქნება შესაძლებელი. აქამდე პრინციპში ამ ყველაფერს განაპირობებდა ისიც თუ როგორ ჩამოყალიბდა
LGBT აქტივიზმით და ზოგადად უფლებადაცვითი საქმიანობა, ასე ვთქვათ, საქართველოში, ხო? იმიტომ რომ განსხვავებით იგივე დასავლეთის ბევრი ქვეყნისგან, სადაც ჯერ დაიწყო არაფორმალური, ასე ვთქვათ, არაფორმალიზებული სამოქალაქო მოძრაობები, ჩვენთან პირდაპირ დავიწყეთ ფორმალური და ფორმალიზებული NGO სექტორით. რასაც ახლავს თავისი სტრუქტურები, თავისი რიტორიკა, თავისი რაღაცა დღის წესრიგი. ანუ NGO-იზაციას რასაც არქმევენ ხოლმე, ხო? ალბათ. ეს ამაზე საუბრობთ. და აქ აუცილებლად ბალანსი უნდა დავიცვათ, თქვა ჯანსაღ კრიტიკასა და იმის დაფასებას შორის, რაც NGO სექტორმა რეალურად გააკეთა საქართველოსთვის, იმიტომ რომ ის პროგრესი, რაც მიღწეული არის ადამიანის უფლებათა სფეროში, დიდწილად არის ამ NGO-ების დამსახურება. და მეც NGO-ში ვმუშაობ, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე ვარ ლესბოსელი აქტივისტი და ვხედავ რომ როგორც ასე ვთქვათ არაფორმალიზებული მოძრაობის წევრს შემიძლია ცოტა სხვა რაღაცები გავაკეთო და სხვა რაღაცებზე მოვახდინო აპელირება, როგორც NGO-ში მომუშავე ადამიანს რაღაცების თავისუფლება არ მაქვს მაგალითად. აი ისევ ეს თემა რო გავაგრძელოთ, ძალიან ხშირად გაიგონებთ ხოლმე, დარწმუნებული ვარ, ძალიან ხშირად გაგიგიათ ჰეტეროსექსუალი მოქალაქეების მხრიდან, რომ მე ხო არ ვახდენ ჩემი სექსუალობის აფიშირებას, რა საჭიროა, რატო ახდენენ უმცირესობები. ამ დროს ჰეტეროსექსუალობის წყალებში აფიშირება ხდება ყოველ წამიერად, ხო? ოჯახური ფოტოს სატვირთვა იქნება ეს Facebook-ზე თუ უბრალოდ მეუღლის მოხსენება თუ პარტნიორთან ერთად გამოჩენა. მაგრამ როცა ჰომოსექსუალი წყვილი ჩნდება საჯაროდ, ეს ითვლება აფიშირებად და პროპაგანდად. ანუ ძალიან აცდენაა მიზნებს და აღქმას შორის და ეს პრობლემად გაჩვენებათ, როგორც ვხედავ. კი, ნამდვილად ეს არის პრობლემა, რომელიც ერთის მხრივ ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ ბევრი ჩვენგანი ზოგადად არ ჩანს. სექსუალობის საკითხებზე საზოგადოება საერთოდ არ მიეწოდება ადეკვატური ინფორმაცია, ანუ არც ფორმალური განათლების სისტემა და არც მედია დღეს ინფორმაციის წყაროს არ წარმოადგენს, ადეკვატური ინფორმაციის წყაროს არ წარმოადგენს ამ საკითხებზე. შესაბამისად, ძირითადი დაშვება საზოგადოებაში არის ის, რომ არსებობენ ჰეტეროსექსუალი ადამიანები აბსოლუტურ უმრავლესობაში და აქ-იქ არსებობენ გამონაკლისები. ან როდესაც მარტივად რო ვთქვათ, ერთი ადამიანი მეორეს ხვდება, ვიღაცა ახალ ადამიანს ხვდება და ამ ადამიანს იცნობს. ის არასოდეს არ აკეთებს იმის დაშვებას, რომ ადამიანი, რომელსაც ის ესაუბრება, შეიძლება არ იყოს ჰეტეროსექსუალი. და აქედან გამომდინარეობს ეს რეალურად. ამიტომ ჩვენ ვართ აღმოჩენილები ასეთ მანკიერი წრის პირობებში ფაქტობრივად, იმიტომ რომ ერთის მხრივ თუ ჩვენ არ ვიქნებით უფრო აქტიურები, არ ვისაუბრებთ პირველ პირში, არ ვიტყვით, რომ იცი რა არის, აი მე აქ ვარ, მე ვარსებობ, მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ჩემი ოჯახი ოჯახია, ყოველგვარი ცეების გარეშე. ბევრი ადამიანის აზრი არ იცვლება ხოლმე და ჩვენ ბოლო კვლევა რაც ჩატარდა ჰომოფობიურ განწყობებზე ადასტურებს იმას, რომ ზუსტად ჰომოფობიური განწყობების ყველაზე საუკეთესო მოწინააღმდეგე არის, ასე ვთქვათ, ცნობა რომელიმე ადამიანისა, ვინც მიეკუთვნება თემს, ასე ვთქვათ. რადგან საჯარო სივრცეში ვინც ჩანს, ალბათ ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, ალბათ ძირითადად ორი ტიპის ფიგურები ჩანან, ერთი ისინი, რომლებსაც ხშირად უფრო მოყვითალო მედიაში ვხედავთ, უფრო ეს ეგზოტიზაციასთან როცა გვაქვს ხოლმე საქმე, თქვა ტრანსგენდერები, ისინი, ვინც ღიად დეკლარირებულად გენდერული ნონკონფორმისტები არიან და მათი სტიგმატიზაცია და მათგან სტერეოტიპის შექმნა გაცილებით ადვილია, შედარებით ჰომოფობიურად განწყობილი მედიისთვის, ან აქტივისტები, ის პირები, რომლებიც უშუალოდ დაკავებულები არიან LGBT აქტივიზმით. ჯერჯერობით არ ხერხდება საზოგადოებაში, რომ დავუშვათ გამოჩნდნენ ექიმები, იურისტები, მუშები, ჟურნალისტები, რომლებისთვისაც ერთ-ერთი კომპონენტი იქნებოდა უბრალოდ მათი იდენტობის, მათი ჰომოსექსუალობა, ვთქვათ. მაგრამ აქ თან ეს სახიფათო საკითხიც არის ერთგვარად, აი თქვენი პირადი გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნებოდა. ჩვენ საზოგადოებაში, სადაც უბრალოდ ფიზიკური ძალადობის საფრთხეა, არა ჰეტეროსექსუალი მოქალაქეების მიმართ. აი ეს ღიად დეკლარირება, რასაც coming out-ს რასაც უწოდებენ ხოლმე, ხო, ინგლისურიდან შემოსული ტერმინით. რამდენად მიზანშეწონილია დღეს, რამდენად საჭიროა, თუ იქნებ ჯერ საზოგადოების სწორედ ინფორმირება და უფრო ეს აგრესიის შემცირებისკენ სვლა იყოს პირველი ეტაპისთვის აუცილებელი. კი ბატონო, სწორედ ამიტომ საუბრობდი მანკიერ წრეზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ coming out-ი ანუ გაცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ეს უცვლის ძალიან ბევრ ადამიანს დამოკიდებულებას.
ან ქცევას ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მეორეს მხრივ coming out-ის ანუ გაცხადების შემთხვევაში ადამიანი დგას ძალიან ბევრი რისკის წინაშე. მაგალითად, ჩემთვის გამოპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ მე შემიძლია coming out-ის გაკეთება და შემიძლია ღიად საკუთარ თავზე საუბარი, არის ის, რომ მე არ მყავს ჰომოფობიური ოჯახი. ანუ ჩემ ოჯახს მე არ გაუზრდივარ რაღაცა ჰომოფობიური ან ქსენოფობიური თუნდაც დამოკიდებულებებით და არც ამ დამოკიდებულებებს არც ჩემს და არც ჩემი მეგობრების და თანამებრძოლების მიმართ არ იჩენენ. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში, არის ის, რომ ჩვენ ხშირად ვერ ვსარგებლობთ ოჯახის მხარდაჭერით, სხვა უმცირესობებისგან განსხვავებით. რაც დიდწილად განაპირობებს იმას, რომ ადამიანები არჩევენ, რომ ოჯახში არ თქვან საკუთარი თავის შესახებ, ასევე არ ამბობენ სხვა სოციალურ სივრცეებში ძალიან ხშირად. სკოლა იქნება ეს, უნივერსიტეტი იქნება ეს თუ სამსახური იქნება ეს. აი თქვენთვის პირადად რა შეიცვალა მას მერე, რაც გადაწყვეტეთ, რომ აღარ დაგემალათ და ღიად გეცხოვრათ თავისუფლად თქვენი ცხოვრებით? ჩემთვის შეიცვალა ის, რომ ბევრ რაღაცაში გაცნობ, რომ თავისუფლად უგრძნობ თავს და ვთვლი, რომ ასე ვთქვათ, მაგალითად ჩემი დაშანტაჟება თუნდაც ან ჩემთვის დამუქრება იმითი, რომ აი მე შენ აუთინგს გაგიკეთებ სიტყვაზე თუ კი არ შეწყვეტ აქტივიზმს მაგალითად და ასე შემდეგ, ანუ აი ეს საფრთხე მომეხსნა მაგალითად. და ეს შემთხვევები მაგალითად სახელმწიფოს მხრიდან ხდება სხვა აქტივისტებზე ესეთი ტიპის ზეწოლა. ეხლაც ხდება, ეხლაც გრძელდება ესეთი ტიპის ზეწოლა. ეხლაც ხდება და ერთი ყველაზე ესეთი ბოლო პერიოდის შემთხვევა იყო, ერთ-ერთ აქტივისტზე მოახდინა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ზეწოლა, ანუ ამ საქმის დეტალები ალბათ უფრო გახმაურდება უახლოეს დღეებში, უბრალოდ გუშინ პრესკონფერენციაზეც ვთქვით ამასთან დაკავშირებით. ანუ ერთის მხრივ ეს მოიხსნა, მაგრამ მაგალითად იგივე სიტყვაზე ჩემი მშობლების სტრესმა საგრძნობლად მოიმატა, იმიტომ რომ მათ მაგალითად ეშინიათ, რომ მე ვიღაცა მიცნობს და ფიზიკურ ზიანს მომაყენებს. ანუ ამის შიში და სტრესი მეც მაქვს და გარკვეულწილად მომემატა კიდეც. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ სხვანაირად არ შემიძლია რეალურად და სწორი ნაბიჯი გადავდგი, იმიტომ რომ მე ერთი საკითხი არის იმ ადამიანების აზრის შეცვლა, ვინც სიტყვაზე ფიქრობს, რომ ჩვენი უფლებები უნდა იზღუდებოდეს, მაგრამ მეორე არის ასევე ის, რომ იგივე ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დადებითი მაგალითები არ ჩანს ხოლმე ჩვენს საჯარო სივრცეში და მედიაში. ანუ ადამიანებს აქვს სტერეოტიპი, რომ შენ თუ ამ თემს მიეკუთვნები, უნდა იყო მაინც უბედური, წარუმატებელი და მოკლედ აი ბედნიერი და ძლიერი ვერ იქნები. და მე გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე, რომ ბედნიერადაც მივიჩნევ თავს და ძლიერადაც ვცდილობ, რომ ეს სტერეოტიპი დავარღვიო. და კიდევ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუნდაც ის ადამიანები, ვინც საჯარო სივრცეში ჩვენს წინააღმდეგ ავრცელებენ იგივე ამ სტერეოტიპებს და სიძულვილით ახსავსე შეტყობინებებსაც ავრცელებენ, ანუ მათ გაითავისონ, რომ უკვე არა მესამე პირში მოლაპარაკე ოპონენტები ყავთ, ვინც ასევე მესამე პირში საუბრობს LGBT თემზე და ამბობს, რომ არა იცით, ისინი და მათი უფლებები ჩვენ უნდა დავიცვათ. არამედ პირველ პირში მოსაუბრე ადამიანები ვართ. მართალია ცოტა ვართ ეს ადამიანები ჯერჯერობით, მაგრამ სულ უფრო და უფრო მეტი ვიქნებით. იმიტომ რომ მე რაც ხედავ ახლა თავადი პრობლემა საქართველოში თუ სამართლებაზე და უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, ცხადია, ანუ ჩაგვრა მხოლოდ ერთი ტიპის და ორი ტიპის არ არის და უმთავრესი პრობლემა არის სოციალური უთანასწორობა, სოციალური უსამართლობა და ის ეკონომიკური სასოწარკვეთა, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეების თითქმის ნახევარი ცხოვრობს, მოგეხსენებათ, დაახლოებით 53% ითხოვს სოციალური შემწეობის დანიშვნას. ეს გარემოება ალბათ განსაკუთრებით აზარალებს უმცირესობების წარმომადგენლებს, უმცირესობათა ჯგუფებს, იმის მიუხედავად, რომ საჯარო სივრცეში შესაძლოა ვხედავდეთ უფრო ესეთ ქალაქურ, ურბანულ აქტივისტებს შეძარებით უფრო შეძლებული ფენებიდან, უფრო NGO სექტორი იქნება ეს თუ სხვა ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეები და ასე შემდეგ. LGBT პირთა დიდი ნაწილიც სავარაუდოდ სწორედ სიღარიბაში ცხოვრობს და მათ პირველ რიგში ეხება შევიწროება და დისკრიმინაცია იქნება ეს სამუშაო ადგილებზე, იქნება ეს ჯანდაცვის მომსახურების ადგილებზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უსახლკარობა კიდე ცალკე პრობლემა ოჯახებიდან დევნის. რამდენად
თვლით აუცილებლად და რამდენად ახერხებს მოძრაობა ჰომოფობიის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩაგვრის დაკავშირებას სხვა ტიპის უსამართლობასთან და განსაკუთრებით აი სოციალურ, კლასობრივ, ასე ვთქვათ, კონტექსტში ამის წარმოჩინებას და ანალიზს თქვენი აზრით. ეს კავშირი ჩვენთვის როგორც მოძრაობის, ანუ კავშირი სოციალურ და კლასობრივ ჩაგვრასა და ჰომოფობია, ტრანსფობიასთან ჩვენს კონტექსტში არის უფრო ახალი, იმიტომ რომ ჩვენს პრინციპში ახალგაზრდა მოძრაობა ვართ, შეიძლება ეს ითქვას. რაზეც ჯერჯერობით ძალიან ვცდილობთ დიდ ფოკუსირებას და ფოკუსირდებით არის უფრო ძალადობა და დისკრიმინაცია სიტყვაზე იგივე სერვისების სფეროში, ანუ და პლუს დასაქმების სფეროში და ასე შემდეგ, მაგრამ საუბარი ზუსტად აი ამ სხვადასხვა ტიპის ჩაგვრების გადაკვეთაზე დაიწყო ბოლო პერიოდში და შემდეგი ეტაპი ჩვენთვის ალბათ იქნება სწორედ აი ამის შესწავლა. რამდენადაც მე ვიცი, კვლევის თანახმადაც ესეა, თითქმის ნახევარი თემის წარმომადგენლები საერთოდ არ არის ჩართული, ანუ ეს აქტივიზმი არ ეხება ძალიან ბევრ წარმომადგენელს თემისა. ამაშიც გეთანხმებით და თემთან მუშაობის გადაფასებაზეც, ანუ უბრალოდ როგორ მუშაობთ ამ სტრატეგიების გადასინჯვაზეც საუბრობთ რეალურად. და საუბრობ ძალიან ბევრს და ეს მოხდება, მაგრამ მე რისი თქმაც მინდა ის არის, რომ რასაც მე ვხედავ ბოლო პერიოდში თუნდაც სხვადასხვა მოძრაობებში, იქნება ეს სტუდენტური მოძრაობა, მწვანე მოძრაობები, იქ არის ძალიან ბევრი არა, მაგრამ ბევრი უკვე აქტივისტი, ვინც თემის წევრად მიიჩნევს თავს და ვინც შიგნიდან ცვლის დღის წესრიგს. ანუ გაფართოება და ეს ინტერსექციული, ანუ ეს ურთიერთმკვეთი პოზიციები ჩნდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ჯგუფი, რომლის შემთხვევაშიც ყველაზე ცალსახა არის თუ რა გავლენას ახდენს ტრანსფობია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, არიან სწორედ ტრანსგენდერი ადამიანები. ანუ ეს არიან ადამიანები, ვინც დასაქმების სფეროში ვერ ახერხებენ ფეხის მოკიდებას, სწორედ იმიტომ, რომ თუნდაც იდენტობის საბუთებთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. კი, საბუთებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ მათი იდენტობები იმდანად ხილვადი არის საზოგადოებისთვის, რომ ისინი უფრო ხშირად აწყდებიან ძალადობას, უფრო ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას და უარყოფით დამოკიდებულებას და აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უშუალო რეალური დისკრიმინაციის შემთხვევებთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. ანუ როდესაც შენ ცხოვრობ გარემოში, რომელიც მუდამ ამბობს შენზე და შენნაირ ადამიანებზე, რომ სიტყვაზე შენ არ იმსახურებ იმას, რომ იყოს სრულუფლებიანი მოქალაქე ქვეყნის, რომ შენ ხარ ცუდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ დამოკიდებულებების გათავისება ხდება ადამიანს ელემენტარულად უქვეითდება თვითშეფასება. ამაზე საოცრად თუ მოვასწრებთ მინდა კითხოთ. გავლენას, კი ბატონო, თვითშეფასებასთან დაკავშირებით. ხო, როგორ წარმატებებს ახდენს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა ალბათ მაინც საჭიროა გავიხსენოთ ის მოვლენები, რომლებმაც რომლებითაც კრისტალიზირდა და ალბათ ყველაზე შემაძრწუნებლად წარმოჩინდა ის სიძულვილი და დისკრიმინაცია, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს თემის მიმართ, კერძოდ 3 წლის წინ 2013 წლის 17 მაისს ჩვენ მაშინ ვიხილეთ უმცირესობის წინააღმდეგ გახორციელებული ძალადობის ალბათ ყველაზე შემზარავი მაგალითი თბილისის ცენტრში მომხდარი პოგრომი, რომლის დროსაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა ძალადობრივად ჩაშალეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავი აქცია. ახლა გვინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ კადრები, რომელიც მაშინ რადიო თავისუფლებას მიაწოდა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ეს მონაწილე სხვებთან ერთად ავტობუსით განარიდეს მაშინ ამ აგრესიულ თავდასხმას. Policja,
როგორც ვიცით, თქვენც იმ ავტობუსში იყავით მაშინ, ეს ალბათ ძალიან მძიმე მოგონებაა თქვენთვის, ბუნებრივია, მაგრამ სანამ ამის გახსენებას გთხოვდეთ, კიდევ ერთი ვიდეო გსურს შევთავაზოთ მაყურებელს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის წარმომადგენლის ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებები, რომლებითაც ის იმ დღეს გამოვიდა დარბევის წუთებში ფაქტობრივად. მე უკვე იაკობი ვარ, აბრძანდით, ეხლა აღარ არის საჭირო არაფერი რა. არავიზე ჩვენ არავის არ ვდევნით, ავიდეთ სამებაში ეხლა და თქვენთვისაც ვილოცევთ. ადით ეხლა. ანუ მოუწოდეთ რომ დაიშალონ მე უკვე თუ რა. სამებაში უნდა ავიდეთ, სამებაში ავალთ და მე აქ გავანთავისუფლებთ, ამათგის გავანთავისუფლებთ. თქვენი პოზიცია ის რაც ხდება ძალადობა ხდება უმცირესობის მხრიდან უმრავლესობაზე. და ჭკვიანად უნდა იყვნენ უმცირესობები. ქრისტიანობა არის შეწყნარებული პოზიცია. ეხლა ქრისტიანობას ნუ გვასწავლით რა არის რა არა, მიხედეთ თქვენ საქმეს, ეხლა მიხედეთ თქვენ საქმეს. აი რა სიტყვით დღევანდელი გადასახედიდან, როცა ვიცით რომ იმ მასშტაბური ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილე არც ერთი პირის პასუხისგებლობის საკითხი არ დამდგარა 2015 წლის ოქტომბერში. სახელმწიფომ უდანაშაულოდ ცნო თავდასხმისთვის ბრალდებული 4 პირი და მით უმეტეს როცა ვხედავთ რა პოზიცია ეჭირა მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიას ამ პოგრომის ფონზე ის მაინც ქორეპისკოპოსი მაინც საუბრობდა იმაზე რომ უმცირესობის მხრიდან ხდება ძალადობა უმრავლესობაზე. როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს ყველაფერი? 2013 წლის 17 მაისის გახსენება ჩვენთვის ყოველთვის სტრესული არის, ანუ ეს სტრესი ჯერ არ გადამილახავს. ავტობუსი რომელშიც მე ვიყავი იყო სხვა, მაგრამ ეს იყო სწორედ ის ავტობუსი, რომელსაც ეს ცნობილი ტაბურეტის მატარებელი მღვდელი დაესხა თავს, ასე ვთქვათ. და იქ ვიყავით სულ 5 ქალი ამ ავტობუსში და ჩვენ რეალურად იმის შეგრძნება გვქონდა, რომ თუ ეს ავტობუსი გაჩერდა და ადამიანები, რომელთაც ჩვენ მოგდებდნენ, შემოვიდნენ შიგნით, ან ჩვენ აუცილებლად გაგვაუპატიურებდნენ და მოგკლავდნენ, ან ძალიან მძიმე დაგვიზიანებდნენ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ აი ესეთი კონცენტრირებული სიძულვილი მე ჩემ ცხოვრებაში არსად არასოდეს არ მინახავს. ქორეპისკოპოს იაკობის განცხადება, ჯერთი რიტორიკა ამ ადამიანს და უпростоრეთ საუბრის მანერა აქვს ყოველთვის ესეთი ძალიან ძველბიჭური და აგდებული სხვების მიმართ. მაგრამ მან შემდეგ უფრო საინტერესო განცხადებები გააკეთა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ აი ამ თამაში ჩვენ, ანუ თემი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანები არ წარმოვადგენთ აქტორებს. ანუ ჩვენ ვართ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის საბურთაო რაღაცა ბურთი. იმიტომ რომ სამების ტაძრიდან უკვე მეუფე და ქორეპისკოპოს იაკობმა ის პირდაპირ საუბრებოდა მთავრობას ფაქტობრივად. მან უთხრა რომ აი დაინახეთ თქვენ რამდენი ადამიანი გამოვიდა, ასევე გახსოვთ რა დაემართა წინა მთავრობას, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, გამოვიყვანთ მილიონებს. ანუ ეს მთავრობამ რა პასუხი გასცა ამ ყველაფერს თქვენი შეფასებით? მთავრობამ ამ ყველაფერს გასცა შემდეგი პასუხი. სახელმწიფო ელოდა დაიცადა 2-3 კვირა, სანამ დაიწყებოდა გამოძიება ფაქტობრივად. ის 4 ადამიანი, რომელიც მერე ატარეს 2 წელი სასამართლო გარჩევებზე ჩვენთან ერთად და რომელიც შემდგომში რომლის მიმართაც გამომართლებელი განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ. ეს იყო პასუხი. მთავრობის პასუხი იყო, რომ თუ თქვენ მოქალაქეები თავს დაესხმებით ვინმეს, ვინც გონიათ, რომ არის ლესბოსელი ან გეი ან ბისექსუალი ან ტრანსგენდერი, მაქსიმუმის ასჯელი თქვენი იქნება 100 ლარიანი ჯარიმა. ეს იყო მთავრობის პასუხი, რაც ბუნებრივი აღვივებს დაუსჯელობის განცდას საზოგადოებაში, იმიტომ რომ საკმაოდ აგრესიული საზოგადოება ვართ ზოგადად, ანუ ჩვენ ვართ ძალიან ესეთ კაცებს შორის აგრესიაზე ორიენტირებული საზოგადოება და ანუ მასწავლებლებსაც რო ვეკითხებოდით ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ისინი ამბობდნენ მაგალითად რომ ბიჭებს შორის აგრესიის გამოხატვა არის მათი ჰარმონიული განვითარების ნაწილი. ანუ ესეთ დონეზე არის დასული, ხო ეს? ამიტომ ნებისმიერი სეkulარიზმის კრიზისეც საუბრობდნენ მაშინ ბევრი და დღესაც დღევანდელი გადასახედიდან ეს უკვე ალბათ შეიძლება კიდევ უფრო ნათლადაც ჩანს, როცა უკვე საჯარო სივრცე, ის სივრცე რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული ყველა მოქალაქისთვის, ფაქტობრივად კონსერვატიულ და ეკლესიასთან დაკავშირებული ძალებს აქვთ დაკავებული და ალბათ იმ შესაძლებელია დავაკავშიროთ მაშინდელ 2013 წლის მოვლენებთან. თავისთავად აბსოლუტურად ეს არის სწორედ იმის დამსახურება, რომ ჩვენი, ანუ ეს არის რომელიმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, მთავრობის ბრალი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ჩვენ ისტორიულად შევარდნაძის დროიდან ვხედავთ, როგორ
ეყრდნობა მთავრობა ეკლესიას და პირველ პერიოდში ეკლესიაც ეყრდნობოდა მთავრობას, სანამ დააგროვებდა საკმარის დოულats და საკმარის გავლენას. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ყველგან დღეს, აბსოლუტურად ყველა სფეროში განათლებით დაწყებული და მედიით და მედიცინით დამთავრებული. და ძალიან ძნელია ასეთ ვითარებაში გარკვეული ესეთი სივრცეების გამონახვა, საიდანაც შესაძლებელი იქნება ყველაზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თუ არა ყველაზე ათვალწუნებული და ყველაზე მეტი სიძულვილის ობიექტი უმცირესობის ინტერესებზე საუბარით. აი მაინც როგორ აპირებთ ან რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოების იმ ჯგუფებმა, რომლებსაც აინტერესებთ ადამიანის უფლებები და ხედავენ უსამართლობას, რაც ხდება. აი თუნდაც ენობრივი დისკურსული თვალსაზრისით. იმიტომ რომ აი ახლაც ეს ბოლო პერიოდის მოვლენებიც ბევრმა ზოგიერთმა ჯგუფმა აღიქვა როგორც გარკვეული პროვოკაცია ის, რომ საპატრიარქოს კედელზე ცდილობდნენ გაპროტესტებას აქტივისტები ამ უსამართლობისა სენსილების გაკეთებით. კი ბატონო, ერთის მხრივ ალბათ სტრატეგიები და მეთოდები არის გადასააზრებელი, თუმცა მეორეს მხრივ მე ნამდვილად ვერ ასე ვთქვათ, საყვედური ვერ მექნება აქტივისტებთან, რომლებიც არიან ძალიან გაბრაზებულები, მეც ვარ ძალიან გაბრაზებული და რომლებმაც მოისურვეს ანტიჰომოფობიური შეტყობინების დატანა თუნდაც საპატრიარქოს კედელზე. მაგრამ მესმის ასევე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება ასე ამას ვერ აღიქვავდეს. და ეს არის გადასააზრებელი ბუნებრივია და ამას ალბათ გადავიაზრებთ კიდეც, მაგრამ იმიტომ რომ ეხლა ზუსტად ამ 17 მაისს გახდა ცხადი, რომ ჩვენ პრინციპში საკუთარი თავის ამარა ვართ ფაქტობრივად ბევრ რაღაცაში და არის ძალიან მნიშვნელოვანი უფრო სტრატეგიულად მიუდგეთ იმას თუ როგორ მუშაობთ ხილვადობაზე თუნდაც. ჩვენ თანდათან უნდა დავასრულოთ, მაგრამ დასასრულს მაინც აუცილებლად მინდა გკითხოთ, ეხლაც ალბათ როცა ჩვენ საუბრობთ, ან როცა ეს გადაცემა ეთერში გადის, ძალიან ბევრი ბიჭი საქართველოში განიცდის ჩაგვრას, ძალადობას თავისი თანაკლასელების, მეგობრების, ოჯახის წევრების, მამის, უფროსი ძმების მხრიდან, იმიტომ რომ ის უბრალოდ ვერ ასრულებს სათანადოდ კაცის როლს, ან საკმარისად კაცური მიხრა-მოხრა ან თქვათ რაღაცა ჟესტიკულაცია არ აქვს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალიც, ახალგაზრდა გოგო, რომელიც მოკლებულია თქვათ საჯარო სივრცეში საკუთარ უფლებებზე ლაპარაკის საშუალებას ასევე არის წნეხის და დისკრიმინაციის მსხვერპლი. აი რა შეგიძლიათ უთხრათ ამ ახალგაზრდებს? როგორ გადალახონ, როგორ გაუძლონ ამ წნეხს და როგორ აირიდონ თავიდან ის, რაზეც თქვენ წეღან უფრო ზემოთ საუბრობდით, კერძოდ გარკვეული თვითშეფასების დადაბლება და გარკვეულწილად გათავისება იმ ნეგატიური სტერეოტიპების, რომ რაც მათთვის ბუნებრივია, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის არის, არ ვიცი, ცოდვა, ავადმყოფობა, გადახრა და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს როგორც ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უკვე 10 წლების განმავლობაში აღიარებული, რომ ჰომოსექსუალობა არის სექსუალობის ერთ-ერთი ვარიაცია და ამოღებულია ავადმყოფობების სიიდან. აი, რას ეტყოდით ამ ახალგაზრდებს თქვენი პიროვნული გამოცდილებიდან გამომდინარე? კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ეს კითხვა რომ დასვით. ამ ახალგაზრდებს მე აუცილებლად ვეტყოდი, რომ არავის არასოდეს არ მისცენ იმის უფლება, რომ დააჯერონ, რომ ისინი ვინმეზე რამით ნაკლებები არიან და კონცენტრირდნენ მაქსიმალურად საკუთარ მომავალზე. კონცენტრირდნენ სწავლაზე, კონცენტრირდნენ თავის შემდგომ წინსვლაზე და თემში ისინი აუცილებლად იპოვიან იმ მხარდაჭერას, რომელიც მათ ასე ჭირდება და რომელსაც შეიძლება ვერ იღებენ თავის უშუალო წრიდან. ოჯახი იქნება ეს, კლასელები იქნება ეს თუ სამეგობრო იმ პერიოდისთვის. ის სიტუაცია, რომელშიც ისინი არიან, მესმის და მე გამოვლილი მაქვს და ამ პერიოდში შენ გეჩვენება, რომ აბსოლუტურად მარტო ხარ ამ ქვეყნის თავზე, რომ არავინ შენ არ გიცავს, არავის შენ არ აინტერესებ. და თითქოს დასასრული, ამის მე მომავალს ვერ ხედავ, მაგრამ მომავალი არსებობს, მე ვარ ამის მაგალითი. მომავალი არსებობს და ის არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს ცუდი. ჩაგვრა არ არის ჩვენი ბედისწერა რეალურად. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები, შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები. თუ ჩვენ არ მივცემთ სხვებს საშუალებას, რომ გაგვაუბედურონ და გაცილებით უფრო ძლიერები ვართ იმაზე, ვიდრე ცდილობენ, რომ გამოგვიყვანონ და ვიდრე სხვებს გონიათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვუძლებთ რეალურად. ძალიან ძლიერები ვართ და ძალიან კარგები ვართ. ნათია, ძალიან დიდი მადლობა.
გადაცემაში სტუმრობისთვის. ნათია გვიანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი. თქვენ უყურებდით გადაცემას ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია და რომელსაც უძღვებოდი მე სალომე ასათიანი. ამ გადაცემის ხილვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით.